გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. პირადად მე მიხარია ლუსტრირება რომ ხდება. ხომ შეიძლება და ცხოვრება ისე გამევლო, არ მცოდნოდა რომ ესა თუ ის ახლობელია თუ ნათესავი, ნაცნობი თუ მეზობელი სხვა მსოფლმხედველობის ადამიანი იყო, რომ მას სხვა ფასეულობები ჰქონია. ის ფასეულობები, რომელიც ჩემთვის სრულიად მიუღებელია და ამ შემთხვევაში როგორც გესმით ლაპარაკი არა იმაზე მე მაკარტნი უფრო მომწონს თუ მას ლენონი ამის გამო ადამიანები არ კარგავენ ერთმანეთს თავის დროზე ჰიტლერი რომ არ მოსულიყო ხელისუფლებაში სრულიად შესაძლებელია მრავალი წელი გვერდ მცხოვრებ მეზობლებს ვერც გაეგოთ რომ ერთი მათგანი ასეთია მეორე კი სრულიად საწინააღმდეგო დიახ ერთს უხარია რომელიმე სხვა ეთნოსის ადამიანის განადგურება. მეორე კი მზადა ის ხალხი თავისი სიცოცხლის ფასად გადაარჩინოს. და იცხოვრებდნენ ასეთ სიამტკბილობაში. ერთად დალევდნენ ლუც, შესანსლავდნენ მოხარშული ღორის კანჭს და ილაპარაკებდნენ თომას და ჰაინრიხ მანებზე. მაგრამ მოვიდა ჰიტლერი და ზოგიერთ ადამიანში გამოაღვიძა ყველა დემონი. ასე რომ როდესაც ამბობენ პოლიტიკის გამო ადამიანის დაკარგვა არ შეიძლებაო, დღესდღეობით ჩემთვის ეს უკვე სრული ნონსენსი გახდა. დიახ, პოლიტიკა ყოფილა თურმე ის ლაკმუსის ქაღალდი, რომელმაც გამოაშკარავა თუ ვინ ვინაა. როდესაც ჩემი ახლობელი მიდის და გვარამია ხოშტარია მელიას, გირჩი ჯაფარიძეს აძლევს ხმას, ის უკვე ავტომატურად ჩემი ახლობელი ვეღარ იქნება. მე მას ჩემი ახლობლების სიიდან ვშლი, იმიტომ რომ ის ირჩევს სისხლიან კრიმინალებს. ის იმ ადამიანებს აძლევს ხმას, რომლებიც ღმერთმა დაგვიფაროს და თუ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, მე და ჩემნაირებს ჰოლოკოსტს მოგვიწყობენ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. დიახ, სრული და არა გადატანითი მნიშვნელობით. ისინი ჩვენს საკითხს საბოლოოდ გადაწყვეტენ, რათა შემდგომ უკვე ძალაუფლების ხელმეორე დაკარგვის საფრთხის წინაშე არ დადგნენ. მით უმეტეს რომ ევროპის ზოგი ქვეყნისგან მათ ასეთი რამისთვის გზა ხსნილი ექნებათ. აბა სიტყვაზე ლატვიას ან ესტონეთს ან პოლონეთს არ ჰკიდია აქ ვინ ვის გამოჭრის ყელს. მთავარია ქართველმა ცალფეხზე იხტუნოს, როდესაც ამას ურსულა ფონ დერ ვიღაცა ეტყვის და მისი მეორე ფეხის სისხლში თუ იქნება გასვლილი მერე რა ფონ დერ ვიღაცას არც დაცხება და არც შეცივდება ამის გამო. წარმოგიდგენია 2012 წელს უცხოურ ძალებს რომ სცოდნოდათ აქ საქართველოში მიშას რეჟიმი შეიცვლებოდა არა სააკაშვილის ნაირივე მარიონეტული არამედ დამოუკიდებელი და სუვერენული მთავრობით. ალბათ ცოტა სხვანაირად მოიქცეოდნენ. უფრო გაუძალიენდებოდნენ მთავრობის შეცვლას, მაგრამ ვერ გათვალეს. ეგონათ რომ ამა თუ იმ ბერკეტით შეძლებდნენ მანიპულირებას და მართვას. ისე მართვას, როგორც მათ მოუნდებოდა და არა ისეც, როგორც ქვეყნის ჭეშმარიტ სუვერენიტეტს წაადგებოდა. ხშირად ვკითხულობ თუ რატომ არ უნდა დასავლეთს აქ რომ სიმშვიდე და სტაბილურობა იყოს. რიტორიკულად ვკითხულობ, რადგან პასუხი ვიცი. აქ უნდათ რუხი ზონა, ცხელი წერტილი იყოს და რატომ? იმიტომ რომ დასავლეთისთვის მთავარ საფრთხეს საქართველო კი არ წარმოადგენს. რუსეთიც არ წარმოადგენს მთავარ საფრთხეს, მეგობრებო. და მთავარ საფრთხეს წარმოადგენს დიახ, ჩინეთი. არ უნდა ჩინეთი რომ მომძლავრდეს. ავიღოთ ანაკლიის სპორტით. ჩვენ გარდა ვინ არის მის მშენებლობაში დაინტერესებული? ჩინეთი, დიახ. ჩინეთი ახალ გზებს კვალავს და ამიტომაც დებს აქ ჩვენთან დიდ ინვესტიციას ანაკლიის სპორტის სახით. ანუ ჩინეთისთვის ეს სპორტი ეკონომიკურად მომგებიანია. დასავლეთს ჰქონდა ამის შანსი ანაკლიას სულის, მაგრამ უნიათო ხაზარაძის პროექტმა ჩაყვინთა. ვერც ერთი უცხოელი დააინტერესა ხაზარაძემ. მთავრობამ გონი 6-ჯერ გადაუადა პროექტის განხორციელება, მაგრამ ბოლოს და ბოლოს შეწყვიტა ხაზარაძესთან
თანამშრომლობა. არ ვიცი ხაზარაძე როგორ იბრძოდა იმ პროექტის განხორციელებაზე, კულუარულად რაღაც გაგონილი მაქვს, მაგრამ მის გამეორებას არ დავიწყებ. ერთ ვიტყვი რომ თავისებურად ხაზარაძისეულად აპირებდა განხორციელებას, მაგრამ ამაზე სხვებმა ილაპარაკონ. ფაქტიკის სახეზეა, იმ დროს დასავლეთს არ სჭირდებოდა ანაკლია. დღესაც არ სჭირდება. უფრო მეტი დღეს ძალიან არ სჭირდება მისი აშენება, რადგან ეს ჩინეთს სჭირდება. და ამიტომ მთელი ეს დაკა და ჩვენ საქართველოს ამ დიდი სახელმწიფოების წისქვილის ქვებში ვართ მოყოლილი. და ახლა დასავლეთს საქართველოში თურმე დემოკრატიის ხარისხი აღელვებს. გჯერა თქვენ რომ დასავლეთს ამ პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყნის შიდა პოლიტიკა აღელვებს? და საქმეც ისაა რომ ზოგ ჩვენიანს დასავლეთი ღმერთი და ბატონი გონია. ზოგს კი არა. და პირადად მე იმ მეორე ზოგის ჯგუფს ვეკუთვნი, ისევე როგორც იმედია თქვენ, ჩემო მეგობრებო. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.